მოგესალმებით. დღევანდელ ეპიზოდში ვისაუბრებთ სტომატოლოგიის მნიშვნელოვან მიმართულებაზე, დენტალურ ქირურგიაზე. ბევრს გონია, რომ ქირურგია სტომატოლოგიაში მხოლოდ კბილის ამოღებაა. სინამდვილეში, დენტალური ქირურგია გაცილებით ფართო სფეროა. იგი მოიცავს მრავალ პროცედურას, რომელთა მთავარი მიზანი კბილის ღრუს სიჯანსაღის შენარჩუნებაა. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ქირურგიული ჩარევები დღეს უმტკივნეულოდ და ნაკლები სტრესით ტარდება. ბევრ საინტერესო თემაზე და მათ შორის, როდის ხდება საჭირო ქირურგიული ჩარევა და რა შესაძლებლობებს გვთავაზობს თანამედროვე დენტალური ქირურგია, გვესაუბრება ანა მეტრეველის, სტომატოლოგიური ცენტრის ქირურგი-იმპლანტოლოგი ლევან ლავრინსკი. მოგესალმებით ლევან. პირველ რიგში აგვიხსენით რა არის დენტალური ქირურგია და რას მოიცავს ის? მოგესალმებით. დენტალური ქირურგია ეს არის სტომატოლოგიის მიმართულება, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ქირურგიულ ჩარევებს პირის ღრუსში. ესენი შეიძლება იყოს კბილების ამოღება, იმპლანტაცია, ძვლოვანი აუგმენტაცია და ასე შემდეგ. ყველაზე გავრცელებული პროცედურა ალბათ კბილის ამოღებაა. როდის ხდება ეს აუცილებელი? კბილის ამოღების საჭიროება დგება მაშინ, როდესაც მისი გადარჩენა კონსერვატიული მეთოდებით უკვე ვეღარ ხერხდება. ესენი შეიძლება იყოს სხვადასხვა ანთებითი დაავადებები, კბილის ტრავმა და სხვა. თანამედროვე სტომატოლოგიაში კბილის ამოღება აბსოლუტურად უმტკივნეულო, სწრაფი და მარტივი პროცედურაა. დღევანდელ დღეს მაქსიმალურად ვცდილობთ კბილის შენარჩუნებას და ამოღება ბოლო გამოსავალია. ლევან, თუ შეიძლება შევეხოთ სიბრძნის კბილებს. რატომ ხდება ასე ხშირად საჭირო მისი ამოღება? დღესდღეობით სიბრძნის კბილები წარმოადგენენ რუდიმენტულ ორგანოებს, ანუ ისინი აღარ მონაწილეობას ღეჭვაში. სიბრძნის კბილები საჭირო იყო პირველ ყოფილ ადამიანებში, როდესაც ისინი ღებულობდნენ უმხორცს და ესეთ შემთხვევაში საჭირო იყო დიდი მასიური და დიდი რაოდენობით კბილები. მაგრამ დღეს უკვე როცა ხდება საკვების თერმულად დამუშავება, აღარ არის სიბრძნის კბილები საჭირო და შესაბამისად ყბის ფორმება და ზომამ განიცადა ცვლილება, ანუ ისინი ცოტა შემცირდა. რის შედეგადაც სიბრძნის კბილებს აღარ დარჩა უბრალოდ ადგილი, რომ ის სწორი პოზიციით ამოვიდეს ყბის ძვალში. შესაბამისად ისინი აწვევიან მეზობელ კბილებს, აზიანებენ მათ და ეს ყველაფერი რო თავიდან ავირიდოთ, საჭირო ხდება მათი ამოღება. ბოლო წლებში საკმაოდ აქტუალურია ძვლის დამატების პროცედურა. რას ნიშნავს და როდის ხდება საჭირო ამის ჩატარება? ძვლის დამატების პროცედურა, ანუ ძვლოვანი აუგმენტაცია, ძირითადად გვჭირდება ისეთ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს არ აქვს საკმარისი ძვალი იმისთვის, რომ მასში მოხდეს იმპლანტის ჩასმა. ეს ძირითადად ხდება ისეთ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს დიდი ხნის წინ აქვს ამოღებული კბილი, გავიდა უკვე საკმაო პერიოდი და ძვალმა განიცადა განლევა. ძვლის დამატების პროცედურა ეს არის ეგრეთ წოდებული ხელოვნური მასალით ძვლოვანი მოცულობის აღდგენა, რომელშიც გარკვეული პერიოდის შემდეგ ხდება იმპლანტის ჩასმა. ჩვენ ამ ვიდეო სერიების ფარგლებში ერთი ეპიზოდი სრულად დავუთმეთ იმპლანტაციას, მაგრამ როგორც ქირურგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, თუ შეიძლება 2-3 სიტყვით კიდევ ერთხელ გითხრათ, რა არის იმპლანტი და როდის გამოიყენება? დენტალური იმპლანტი ეს არის ეგრეთ წოდებული კბილის ხელოვნური ფესვი, რომელიც დამზადებულია ტიტანისგან და ხდება მისი მოთავსება ყბის ძვალში. დენტალური იმპლანტები გვჭირდება ისეთ შემთხვევებში, როდესაც გვაქვს ერთი ან რამოდენიმე კბილის დანაკლისი. ქირურგიული გზით ხდება მათი მოთავსება ყბის ძვალში და შემდეგ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, როცა ხდება მათი ძვალში ინტეგრაცია, ანუ შეხორცება, ზევიდან იმპლანტზე უკვე მზადდება ხელოვნური გვირგვინები. დენტალური იმპლანტაცია დღესდღეობით დანაკლისი კბილების აღდგენის ყველაზე გრძელვადიანი, ეფექტური და ბუნებრივი გზაა. ლევან, თუ შეიძლება შევეხოთ ღრძილებს. რა არის ღრძილის რეცესია? ღრძილის რეცესია ეს არის ღრძილის განლევა, როცა ხდება ფესვის გაშიშვლება.
რაც შემდეგ იწვევს კბილების მგრძნობელობის მომატებას და ესთეტიკურ პრობლემებს. რეცესიის მკურნალობა ხდება მხოლოდ და მხოლოდ ქირურგიული გზით, რაც მოიცავს ღრძილის გადანერგვას ერთი ადგილიდან დეფექტის მიდამოში. და რამდენად მტკივნეულია ეს პროცედურა და რა დროს სჭირდება რეაბილიტაციას? პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულოა, ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით და რეაბილიტაციას დაახლოებით 1-2 კვირა სჭირდება. და უფრო კონკრეტულად რა არის გამომწვევი მიზეზი რეცესიის? რეცესიას შეიძლება რამოდენიმე გამომწვევი მიზეზი ჰქონდეს, ყველაზე ხშირად ეს არის კბილების ზედმეტად აგრესიულად ხეხვა, როცა ხდება ღრძილების მექანიკური დაზიანება. ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ღრძილების ანთებითი დაავადებებით, ან ზოგადად გენეტიკურად ძალიან თხელი ღრძილი ჰქონდეს ადამიანს, რაც მერე დროთა განმავლობაში მის განვლებას იწვევდეს. საინტერესოა რა არის რეცესიის ნიშნები, რათა ამოვიცნოთ საწყის ეტაპზე. რეცესიის ამოცნობა ძალიან მარტივია. პირველ რიგში ვიზუალურად პაციენტები ამჩნევენ, რომ პირის ღრუში რაღაც შეიცვალა და ხედავენ კბილის ფესვს. და ასევე ჩნდება გარკვეული სიმპტომები, ცხელზე, ცივზე, კბილების მგრძნობელობა მატულობს. და ამ შემთხვევაში რომელ სპეციალისტთან უნდა მოხდეს ვიზიტის ჩანიშვნა? ვიზიტის ჩანიშვნა ესეთ შემთხვევებში ხდება პერიოქირურგთან. თუმცა ეს ყველაფერი რომ თავიდან ავიცილოთ, ჩვენ პაციენტებს ყოველთვის ვაძლევთ რეკომენდაციებს, რომ 6 თვეში ერთხელ აუცილებლად იარონ ჩეკაპებზე სტომატოლოგებთან. რადგანაც ვსაუბრობთ ღრძილებზე, საინტერესოა ცოტათი შევეხოთ ღრძილოვან ღიმილს. რა არის ეს პრობლემა და როგორ ხდება მისი მკურნალობა? ღრძილოვანი ღიმილი ეს არის მდგომარეობა, როდესაც ღიმილის დროს ზედმეტად ჩანს ღრძილები. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს რამოდენიმე მიზეზით. პირველი ეს შეიძლება იყოს ისეთ შემთხვევებში, როდესაც ღიმილის დროს ზედა ტუჩი ზედმეტად ზევით ადის. ეს საკმაოდ მარტივი მოსაგვარებელი პრობლემაა და კეთდება ბოტოქსის ინექციებით. შემდეგი მიზეზი შეიძლება იყოს გენეტიკურად არაპროპორციულად მაღალი ზედა ყბა. ესეთ შემთხვევებში მკურნალობა მოიცავს მხოლოდ და მხოლოდ ქირურგიულ გზას. ეს არის ორთოგნათიული ქირურგია და რაც გულისხმობს ზედა ყბის დამოკლებას ქირურგიული ჩარევით. და გვაქვს ასევე მესამე მიზეზი, ეს არის კბილების პასიური ამოჭრა, ანუ ზოგადად კბილების ამოსვლის შემდეგ ღრძილი განიცდის ფორმირებას, ზედა ყბაზე იწევს ცოტა ზევით, ქვედაზე პირიქით ქვევით, იმისთვის რომ მთლიანად გამოჩნდეს კბილის გვირგვინები. მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც კბილი ბოლომდე ამოდის და ღრძილი აღარ ფორმირდება უკვე და ზედმეტად ფარავს კბილის გვირგვინოვან ნაწილს. ესეთ შემთხვევებში გვჭირდება ღრძილების გინგივექტომია, რაც მოიცავს ზედმეტი ღრძილის ქირურგიულად მოკვეთას. ლევან, ამ პრობლემის მოგვარება ხდება ერთ ვიზიტში, თუ აი რა ხანგრძლივობას მოიცავს მსგავსი მკურნალობა და არის თუ არა უმტკივნეულო? დიახ, გინგივექტომია ტარდება ერთ ვიზიტში, ის აბსოლუტურად უმტკივნეულო, სწრაფი და მარტივი პროცედურაა და შემდგომ რეაბილიტაციას სულ რამოდენიმე დღეს მოიცავს. პაციენტი შედეგს პროცედურის დამთავრებისთანავე ხედავს და მომენტალურად უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრ ადამიანს გვეშინია ქირურგიული პროცედურების, თუმცა დღევანდელ დღეს ეს მიდგომა შეიცვალა და საინტერესოა, რას გვთავაზობს თანამედროვე ქირურგია? თანამედროვე ანესთეტიკებით აბსოლუტურად უმტკივნეულოდ ხდება ნებისმიერი ქირურგიული პროცედურის ჩარევა და თანამედროვე აპარატურაც გვაძლევს საშუალებას, რომ ნებისმიერი მკურნალობა ძალიან სწრაფად, ხარისხიანად და ეფექტურად მოხდეს. ამიტომ დღეს აღარ არსებობს შიშის მიზეზი და ყველაფერი პაციენტის კომფორტზეა მორგებული. ლევან, დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, თუმცა ბოლოს ერთი რჩევა თქვენგან, როგორც ქირურგისგან პაციენტებს. ჩემი რჩევა იქნება, ნუ შეგეშინდებათ ქირურგიული პროცედურების, რადგან ნებისმიერი მანიპულაცია აბსოლუტურად უმტკივნეულოა და 6 თვეში ერთხელ აუცილებლად იარეთ ჩეკაპებზე. როგორც ერთად გავიგეთ, დენტალური ქირურგია მხოლოდ კბილის ამოღება არ არის. თანამედროვე სტომატოლოგიაში ქირურგიული მეთოდების საშუალებით შესაძლებელია კბილის შენარჩუნება, ცვლის აღდგენა, ღიმილის კორექცია და რაც მთავარია, ისეთი პრობლემების მოგვარება, რაც ადრე ფაქტიურად შეუძლებელი იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც არის პრევენცია.
რეგულარული ვიზიტები სტომატოლოგთან გვაძლევს შესაძლებლობას აღმოვაჩინოთ დროულად პრობლემა და თავიდან ავერიდოთ გართულებები. ამ ეპიზოდით დავასრულეთ ჩვენი ვიდეო სერიების ციკლი ყველაფერი სტომატოლოგიის შესახებ. ერთად მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო ინფორმაცია ანა მეტრეველის სტომატოლოგიური ცენტრის პროფესიონალი ექიმებისგან, რომლებიც ზრუნავენ ჩვენს ჯანსაღ ღიმილზე. მადლობა რომ გვიყურეთ და გისურვებთ ლამაზ და ღიმილიან დღეებს.